ხმაურის გარეშე არჩეულია ქობულეთის საკრებულოს სხდომასაც. სხდომაზე ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი და გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი როგორც ბაგრატიონი ირწმუნება კითხვებზე ირაკლი ცეცხლაძის აგდებული პასუხები გახდა. ამასთან ცეცხლაძე მას მატყუარა უწოდა. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გამგებლის მოადგილე და განმარტავს, რომ მას საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის პროცესში ჩარევის მცდელობა არ ქონია. მხარეებს შორის არსებულ სიტყვიერ დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ, რასაც სხდომის შეწყვეტა მოხდა. კონფლიქტი მოგვიანებით გამგეობის ფოიეში გაგრძელდა, რის გამოც დაცვის სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. 9 საათიანი ინციდენტის შემდეგ საკრებულოს სხდომა განახლდა. ელგუჯა ბაგრატიონმა მომხდარში საკრებულოს თავმჯდომარე დაადანაშაულა. მისი თქმით, სულხან ოქროპირიძეს სხდომა სათანადოდ ვერ უძღვება. ოქროპირიძე კი განმარტავს, რომ პროცესები მისგან დამოუკიდებლად განვითარდა. დარბაზი დაატოვებიეს. ვერ გააგზელა დაატოვებიეს. კონფლიქტის მიზეზი გახდა ირაკლი ცეცხლაძის უადგილო კომენტარი. როდესაც ელგუჯა ბაგრატიონის ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარის დასმულ შეკითხვაზე თქვა, რომ საკრებულოს გამგებელს მოუწოდა, რომ არ გაცეო შეკითხვაზე პასუხიო და ნუ-უსმენთ ელგუჯა ბაგრატიონი იტყუება. არიცია მათი კანონი და წესი როგორ უნდა იქცეოდნენ და რა უფლებები აქვთ მათ. ჯერ ეს უნდა წაიკითხონ, ისწავლონ რა უფლებები აქვთ და როგორ უნდა იქცეოდნენ და არ იქნება არაფერი საპრობლემო. არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია მისთვის, უბრალოდ მან რამდენჯერმე მე თვითონ მომაყენა შეურაცხყოფა, თქვა რომ ირაკლი ცეცხლაძე არის მატყუარა და მე დეპუტატებს მივმართე რომ თვითონ ატყუებდა ხალხს, რომ მე არანაირი ტყუილი დეპუტატებისთვის არ მეთქვი.